გამარჯობათ მეგობრებო. ყველას ბედნიერება, სიხარული და კარგი ამბები. გუშინდელი დღე ასე თუ ისე დავამთავრეთ, მაგარი ძიმე დღე მქონდა, საერთოდ პირველი დღე არის ყოველთვის ძნელი, სანამ დაალაგდები, სანამ მონაგდები. როგორც იქნა დავალაგე აქაურობა, მერე გუშინ ხო გამაგზავნეს თვითი წავიღე. ნუ ერთი დღე დავლაგდით, თო ძალიან არ მიყვარს არეული რო ხარ, ყოველთვის ჯობი ორგანიზებული იყო, დაალაგებული ქონდეს ყველაფერი და მერე შეუდგე ამ საქმიანობას. ნუ ერთი დღე თვითი ავიღე, ვიდივართ კალიფორნიაში, ერთი 3 დღე მოგვიწევს სიარული და ჩვენებურად შეუდგეთ საქმიანობა, რომელიც ამერიკაში 2 თვე მოგვიწევს ახლობნა ამერიკის გზებზე და ასე შემდეგ. ჩვენი არხიდან გამომდინარე, ჩვენ ხშირად გვიტყვია, რომ რა გვინდა ჩვენი არხი, ამ ჩემი ვიდეო რგოლებით ისი მიღწევა მინდა. მარტივია მიღწევა, ჩემი გამოცდილება, ჩემი რაღაც ხედვები, ჩემი რაღაც სიტუაციები თუ გამოადგება ჩვენ ნახველს, ჩვენ ფოლოვერებს და ასე თქვა ჩვენ მეგობრებს, რაჯობია მაგას, მეც ვიქნები ძალიან ბედნიერი, ასე თუ ისე ფუნქცია მექნება შესრულებული და კარგია. ვიღაცას რო ჭირდები, ვინმეს რო გამოადგები, რაჯობია მაგას. აქედან გამომდინარე, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენ ვიდეოების გადაღებას. ეხლა ჩვენი მნახველები ბევრნაირი არიან, ხო? ვისაც აინტერესებს ეს ტრაილერის ამბები, ვისაც აინტერესებს ამერიკა. ნუ ჩვენ იქიდან გამომდინარე, რომ ტრაილერზე რომ მუშაობ და გიწევ 12-15 საათი მანქანაში სიარული 1000 რაღაცას ვფიქრობ, ჩვენ ამაზე რამდენჯერმე გვიტყვია და მე გიზიარებ ჩემ ფიქრებს, აზრებს, გამოცდილებას. ასე თუ ისე გამოგდის. სანამ ამ ვიდეოს ჩაწერას დავიწყებდი, მინდოდა ჩამომეყალებინებინა ეს ჩვენი ასე თქვა გეგმა და აი შევეცდები. ესე იგი, ჩვენ წინა ვიდეოში ასე ჩამოვაყალიბეთ, ხო? ფაქტურად ცხოვრების ფორმულა რა არის? მოქმედება, დამოკიდებულება, დაღლა და შედეგი. ფაქტურად ამ 4 იმაში ჩდება. და ყველაზე სასიამოვნო არის, როდესაც შედეგზე გადიხარ, მაგრამ შედეგისკენ მიმავალი გზა დაფრთხოლებებით არის სავსე. სამწუხაროდ ადამიანი თუ მიაღწევ და კარგ შედეგზე გავა, ძალიან კარგი, მაგრამ ხშირად არის ხოლმე რომ ადამიანები ვერ გადიან კარგ შედეგზე და ეს იწვევს დეპრესიას, იწვევს გაღიზიანებას, 1000 რაღაცას და ფიქრობს, აი ხო ჩემი ცხოვრება არაფერიც არ იყო. ეს იყო ჩემი ცხოვრება, ამით დამთავრდა, მინდოდა და არაფერი არ გამოგივიდა, მაგრამ ასე არ არის მეგობრებო. ჩვენ როგორ ვამბობთ ხოლმე, ეს ცხოვრება მიდის, მაგრამ კარგია თუ ცუდია, ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ არ ვიზარალოთ და სასარგებლო იყოს ჩვენთვის. უშენოთ რა ჩვენთან ერთად ეს ცხოვრება გაგრძელდება და ბარემ კარგად გაგრძელდეს და კარგად ჩვენთვის, ისე რომ არ დავზარალდეთ. ვინაიდან ახლა ჩვენ ტრაილერზე ვზივართ, იქიდან გამომდინარე, დასარგებლობა მოაქვს ტრაილერზე მუშაობას. ნუ მინუსი ის არის, რომ შორტები მეგობრებს, ახლობლებს და გარკვეული პერიოდი იწევს იზოლირებულად ყოფნა, მაგრამ მეორე მხრივ ეს სარგებლობა აქვს, სარგებლობა, რომელსაც ახლა მე ჩამოვაყალიბებ და ჩემ გამოცდილებას გაგიზიარებ თქვენ და რას სარგებლობა შეუძლება მოუტანოს ტრაილერზე მუშაობას. ადამიანს რა შეუძლია მოუტანოს ამერია ენა. ნუ სარგებელზე ვილაპარაკო. ნუ პირველი სარგებელი ის არის, რომ ბევრ ადამიანს უნდა თავისი ფინანსური მდგომარეობა გამოისურვოს და მოდიან ტრაილერზე. სამწუხაროდ ეხლა ამერიკაში ძალიან დაძაბული სიტუაციაა, მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ადამიანი შემოვიდა მექსიკიდან და ამერიკის მთავრობა მიადგა ამ ადამიანებს და ამ ადამიანებმა აიღეს ეს ტრაილერების ორი საფუთები და ფაქტიურად ანულირებენ. არ ვიცი ახლა სამართლიანი არის, არასამართლიანი, მაგრამ ფაქტიურად იცით რა ხდება. ეხლა ადრე როგორ იყო ხოლმე, ახლა ტრაილერზე რომ დამკვირიყავი, ჯერ მარტო 6 თვე უნდა ყოფილიყავი ქვეყანაში მართვის მოწყობა, მერე უნდა გაგევლო კურსები, გამოსდა ჩაგებარებინა და მთელი ეტაპები იყო, რომელიც ზოგს უადვირდებოდა, ზოგს ეცნილებოდა, მაგრამ ეტაპები იყო გასავლელი. იმიტომ
ტრაილერის ძღოლი ხდები, შენ ითვლები პროფესიონალად. პროფესიონალი რო ხარ, აქედან გამომდინარე შეცდომები არ უნდა მოგიგდეს. მაგრამ გავიდა დრო და მოხდა სასწაული რაღაცეები, ეხლა მე პირადად ვიცი ადამიანები, რომლებიც მექსიკიდან გადმოსულები იყვნენ და ერთ თვეში და ორ თვეში უკვე მართვის მოწმობა ჰქონდა ტრაილერის. როგორ არაფერი რაღაც ავტოსკოლაში მიდიოდა 3000-4000-5000 დოლარს იხდიდა და აი ჩვენთან რო იყო ხოლმე საქართველოში $100 ადრევდი და მართვის მოწმობას გადავდნენ, აი იგივე მოხდა აქაც. ამერიკაში წამოიდგა და რაღაცა არც ტარება, არც მეცადინეობა, არც პრაქტიკა, აი ეს პირდაპირ აწნევდნენ მართვის მოწმობებს. ვიცი ისეთი მაგალითები, რომ ცხოვრებაში თავის სამშობლოში მანქანა არ უტარებია და უცბად ამერიკაში ჩამოვიდა და ტრაილერზე დაჯდა. ეხლა მე მარტო ქართველებზე კი არ ვიზახი, საერთოდ ვიზახი, აი შემხედრია მაგალითად ადრგონი ნათქვამი მაგ გვერდზე დიზელს ვასხავდი და ზანგი მოვიდა აფრიკელი და თუ ძმახარ მაჩვენეს ერთი სად უნდა ჩავასხავ ტრაილერი ძღოლი და ადრე იყო მაგალითად ეხლა მე ხო რამდენჯერ მიჩვენებიანი ღამე რომ ვიდეო და რომ უნდა გააჩერო მანქანა პირდაპირ გავაჩერებდი ხოლმე მანქანა და დავიძინებდი ეხლა კი არა აი წინა ჩამოსვლაზე და ალბათ ეხლა ცურათები თავარი იმიტომ რომ ვცნობ რომ ბევრი ადამიანი ვერ ატარებს მანქანას აი გაჩერებას რომ გავაპერებ ხო ისეთ ადგილას ვეძებ რომ აი მანქანა არ მომედოს არის აი ყველანაირად ვცდილობ რომ ისეთ ადგილას გავაჩერო მანქანა რომ დაცული იყო და არ დამეჯახოს აი ვცნობ ხოლმე რა ზოგჯერ ტრანსპორტზე რომ გახადა რომ შემოვა მანქანა უკვე ვცნობ რომ აი ტარებით აი შორიდან უყურებ ვცნობ რომ ეს ადამიანი ვაფშე ინჩი-პინჩი არ არის ტრაილერის, მაგრამ ფაქტია რომ ტრაილერებზე ზია. ასეთი მიდგომა რა თქმა უნდა საშიში ავარიები იყო ძალიან მდგომა და მთავრობამ გადაწყვიტა რომ ამისთვის ყველაფრისთვის მოეღო და გაეტაკი. ადრე იყო ხოლმე მე მახსოვს ჩალიჩოდნენ ხოლმე მართვის მოწმობას, მაგრამ ერთხელ მახსოვს ჩინელები დაიჭირეს ჩინელები ხო ერთმანეთს გვანან და გამოსაზე გადიოდა ერთი ჩინელი და იმ ფოტოს მე ჩააბარე და იმ ფოტოს აძლევდა სხვა ჩინელს რა აი ესეთი მეთოდები მაგრამ ამ ბოლო დროს რაც მოხდა ეს სასწაული იყო ეს იმდენი ავტოსკოლები და იმდენი ავტოსასწავლებლები დახურეს რომ ნუ ასია თუ ისე ყოველ შემთხვევაში ძალიან მოუჭირეს და ადვილი თემა ნამდვილად არ არის და თბილად იყო. რა თქმა უნდა მე ყველას უსურვებ რომ თავისი ფინანსური მდგომარეობა გამოისწოროს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დააფიქსდეს რაღაცას ვაკეთებს კანონდარღვევა და უბრალოდ კანონდარღვევაზეც არ არის, აი მომზადებელი ადამიანი ამხელა მანქანაზე რო ჩდები და ფაქტობრივად კაცის კნელი ხდები, ამაზე რატო არ უნდა იფიქროს ადამიანი? ჩემი აზრით და იფიქროს და ჩემი აზრით ვალდებულია და ეს პასუხისმგებლობა უნდა შეაწუხოს ისეთი ადამიანი რომელიც აი მოდი რა ფულს გავაკეთე და ვიმუშავებ და იქ რა მოხდება ერთმანეთის ნამდვილად არასერიოზული მიდგომა არის იმ კაცრე ინგლისური ენის ცოდნიდან გამომდინარე ელემენტარული ახლა დიდი ხან უნდა იცოდეს ელემენტარული და ამოწმება არ ვიცი ახლა ჩვენ ორი თვის განმავლობაში ალბათ ასეთ შემთხვევებს ვნახავთ და ჩვენს თავისთავად ამას ყველაფერს ავსახავთ. ნუ საერთო ჯამში იმედია ეს ყველაფერი გამოსწორდება და ყველა ნახავს თავის გზას და რა თქმა უნდა ყველა ადამიანს უსურვოთ ის გაეკეთებინოს რაც არის მისთვის ასაკი და ისე რომ სხვა არ დააზიანოს. მოდი ახლა გადავიდეთ კარგ ამბებზე ცხოვრებაში ხო იცი როგორ ხდება ცუდიც არის კარგიც არის მაგრამ სასარგებლო და მე წეღანავს კი ახლა რომ ვიწერდი ამ ვიდეოს ვიფიქრე მეთქი რა შემოგთავაზოთ მეთქი და ვიტყვი იმ სარგებელს რასაც ქვია ტრაილერის ძღოლობა მინუსი ხო თქვით მაგრამ აი ახლა მე პირადად როგორ სარგებლობ ტრაილერის ძღოლობით ახლა ამას ვაკეთებ ყველაფერი პარალელურად თავისთავად ახლა შენ მუშაობ რაღაცა გამომუშავო მაგრამ პარალელურად ძალიან ბევრ აი რაღაცას ვაკეთებ და ამის გაზიარება მინდა პირველ რიგში ყველა ტრაილერი ძღოლი ასე თუ ისე გაცნობიერებულია პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე
რატო? იმიტომ რომ შენ რომ მიდიხარ 15-16 საათი მანქანაში რო სიხარ, უსმენ რადიოს, უსმენ ინტერნეტ სივრცეებს და ინფორმაციას იღებ. ეხლა სხვა სამშაბლოში მაგალითად ეხლა ფაბრიკაში მუშაობ, ან სკოლაში მუშაობ, ან სადღაც მუშაობ, ამდენი დრო შენ არ გაქვს. აქ ნამდვილად არის. მე გამოვიყენე ეს საშუალება და როგორ ვაკეთებ? აი მოდი ჩემ მაგალითზე ვიტყვი, რომელიც ალბათ თუ მომისმენენ ბიჭები ან ადამიანები, ვინც აპირებენ ტრაილერზე მუშაობს, ან მუშაობენ, გამოიყენონ ეს ჩემი საშუალება, იმიტომ რომ მე ძალიან გმაყოფილი ვარ და ამ მეთოდით დროც გამწყობს, ვითარდები და ალბათ შედეგზეც გავალ. ზოგჯერ ხუმრობ ხოლმე, რომ ამ ჩემი მოქმედებით ან ძალიან ჭკვიანი გამოვა, ან გაუბერავ და დაუვსწრე. აი იმედია ასეთი რაღაცა არ მოხდება. მოდი გეტყვი ჩემი მუშაობის განრიგს და ალბათ მე თქვენს გამოვიტან დასკვნას ისე თქვა მიდოდა. ჩემი სამუშაო დღე იწყება 5-ზე ან 6-ზე ასე რომ ვიგებით. აუცილებლად თქვენ იცით რომ მე სპორტულ ცხოვრებას ვეცემი და ვცდილობ რომ შევინარჩუნო ფიზიკური ფორმა. 2-3 კილომეტრით დავდივარ, მე პატარა ჩემებული ვარჯიშები მაქვს და უბრალოდ პარალელურად აი ეს ხომ აქ ეხლა ტექნიკა და ინტერნეტი ამის საშუალებას გვაძლევს. პირველი საათნახევარი, აი 2 საათამდე აუცილებლად უსმენ თეოლოგიურ თემას. ნუ ბიბლია, ნუ ზოგადად ვიძახი თეოლოგიური, იმიტომ რომ ყველაფერი ჭეშმარიტებაა და ყველაფერი სიმართლე წერია ბიბლიაში და ერთიდან, ხო, იმიტომ ვინაიდან სამყარო ღვთის მიერ არის შექმნილი და ყველაფერს ისწორეს და ჭეშმარიტებას ამბობს უკან. ეხლა არის ხოლმე რომ ვთქვათ რაღაცა წინა თემი და წინა დღიდან შემომჩება რაღაცა თემა, ვთქვათ უსმენ თეოლოგიურ გარჩევას ან რაღაცა მიმდინარე პროცესს, მაგრამ მეორე დღეს ვთქვათ საღამოს მოусმენ და არ დავამთავრებ ვთქვათ 3 საათი, 4 საათი და მე დილით აუცილებლად ესეც ცუდად აუცილებლად დილით დავამთავრებ. მაგრამ რატო ვიწყებ ამას? იმიტომ რომ ბიბლიაში და ღმერთის სიტყვაში არის ყველაფერი სიმართლე და ჭეშმარიტება. ასე 7 საათზე ვიწყებ აუცილებლად ინფორმაციის მოსმენას თუ ამერიკაშია CNN-ი პირველ რიგში 10-15 წუთიანი CNN-ი მოგეხსენება ლიბერალების საინფორმაციო წყაროა, მე Fox-ი მივაყოლებ ხოლმე რუსულ ინფორმაციებსაც, იმიტომ რომ და ქართულ ინფორმაციებსაც. ეხლა რატო ვაკეთებ ამას? იმიტომ რომ რაღაცა ამბავი რო ხდება, ყველა არის ძალიან მიკერძოებული და მიკერძოებულად აფასებს ხოლმე და რო ვადარებ იმის თქმა და ამის თქმა და იმის თქმა, მე უკვე ჩემში რაღაცა აზრი ჭეშმარიტება გამოჩნდება. ეს ძერდება რაღაც 1 საათნახევარი ინფორმაციას ხომ მოусმენ და მე ცოტა პატარ-პატარა გარჩევებსაც იმ მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. ხდება უკვე 9 საათი და აქ უკვე კაცრად გადავდივარ ლიტერატურაზე. ესეც უკვე არჩეული წიგნი მაქვს. წინა იმედად რომელიმე წიგნი მაქვს არჩეული წერალია რაღაცა და აი ლიტერატურას ცოტა ძნელი კი არის, ზოგჯერ მომაბეზრებელია, მაგრამ თუ ინტერესში ჩახვიდე და 3-4 საათი, 9 საათიდან 12 საათამდე, ნუ მე კითხვას ვეძახე, აუდიო წიგნებს ვუსმენ, გაჩნია რომელიმე წერალით. ეს უკვე შენ არჩევაზეა. პირველ საათზე უკვე ამას ყველაფერს ვაკეთებ, თან ამასობაში მუშაობთ, ხო? თან მით უმეტეს შეიძლება ზოგჯერ კი ტელეფონით აგირეკავს უპასუხებ, ამას პარალელურად მივყვეთ. არის ხოლმე უკვე პირველიდან რაღაც 2 საათამდე რომელიღაცა სპეციფიკურ თემას ავიჩებ ხოლმე უპროფესორეთ, აი პროფესიულ რაღაცა, აი მაგალითად სოფლის მეურნეობაზე. ეხლა ინტერნეტში არის მაგის საშუალებები, აი მაგალითად როგორ მოიყვანო ვაშლი, ხო? ყველა ამტკიცებს თავისას მე პირადად საერთოდ კამათი არ მოწოს, ხო არის ასე გამონათქვამი, რომ კამათი იბადება ჭეშმარიტება. მე არა, მე ვამბობ, რომ შენი აზრი და ჩემი აზრი და მაგ და უნდა
ვილაპარაკო, მაგრამ ჩვენთან როგორ ხდება? ერთ სამტკიცებს, იმიტომ იმის მხარია მეორეს და მიდის დაგადაგა შეურაცხყოფა, უბედურება და არასასიამოვნო სიტუაციები ხდება. ნუ ახაც უსმენ ამათ, იმიტომ რომ იმათი აზრით მაინტერესო და ახაც უკვე ჭეშმარიტებას ვეძებ ჩემიდან გამომდინარე. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მე უკვე დილიდან თეოლოგიურად და ერთიდან გამომდინარე ვიცი რა ხდება, ეს ყველაფერი არის აი მოთამაშეებად იმაჩნია ეს ყველანი რა მიწდებენ ამ დისკუსიებში და დებატებში მონაწილეობას. აქ ერთი საშიშროებაა, როდესაც ამ დისკუსიებს და ლაპარაკებს უსმენ, შეიძლება ჩაგითხრიოს, აი მანც უკვე ეპისკოპოსი უნდა გამოიჩინოს ადამიანმა და უკვე 4-5 საათი რომ ჯობია შეწყვიტო ამ გარჩევებს და ამ დისკუსიებს, თო ტელევიზიაში იმდენი გარჩევები და იმდენი გადაცემები უკვე აღარ იცი. გინდა ყველაფერი მოისმინო, მაგრამ ამან თუ ჩაგითხრია, ჩათვალეთ რომ აი მთელი დღე მოусმენ და ბევრ რაღაცას დაკარგა. მაგრამ მე კატეგორიად 4-5 საათი რო ხდება წვიტა და ისე უბრუნდები ლიტერატურის კითხვას, სადღაც 2 საათი. კითხვას ვეძახი, აი პროჯექტი შეიძლება თქო კითხები მოსმენას. და 6-7 საათამდე ამას უსმენ და მე უკვე შეიძლება ცოტა მუსიკას და გასართობ თემას მოусმინო და ამასობაში დღეც გადის. თან პარალელურად მეგობრებო, ვიცოდეთ რომ ყოველ 3-4 საათში, უბრალოდ 3 საათში მე ჩერდები და 15-20 წუთიან ვარჯიშს ვაკეთებ, იმიტომ რომ წელი რო არ გაგეჩენდოს სისხლი უნდა იმოძრაოს წელში და აი ამასაც მივყევ. და დავისთავად უკვე სამუშაო პროცესაც ვადევნებ თვალს, რასაც ქვია ცხოვრობა და ასე შემდეგ. თავისთავად ახლა როდესაც მიდიხარ გზებზე, ეს ძალიან ადვილია, მაგრამ ახლა ჟურნალი გაჩერება რომ იწევ და ხან საწყოში მიდიხარ და ხან იქ მიდიხარ და ხან აქ მიდიხარ, თავისთავად უნდა საქმე გააკეთო და სამუშაო დაამთავროს და პარალელურად უსმენ. პარალელურად უსმენ და ეს ვიდეო და ეს მაგარი საშუალებაა დედას მისავარ. ეს საშუალება რო არ მქონდეს, ხო, ალბათ მე აქ ვერ გავხაჭავ. და წარმოიდგინეთ ეს გროვდება მთელი დღის განმავლობაში და ნუ საღამოს უკვე რაღაც 9-8-ზე ისევ ძილის წინ უკვე რაღაც 2-3 საათს ისევ სიარულით და ძილის წინ აუცილებლად უნდა გაიარო და მე ძილისთვის ემზადებ. აი ესეთი პროგრამითა ვარ მე და ძალიან პროდუქტიული რამ არის რა. ამ ტემპით რო იმუშაო, ჯერ მარტო ლიტერატურულ წიგნებს ვკითხულობ, ფაქტობრივად მთელი დღე 3-4 საათი იწევს ლიტერატურული წიგნების კითხვა და ზოგჯერ გამოდის რომ კვირაში ზოგჯერ წამკითხავს 3-4 წიგნი. ნუ ეხლა თუ გააჩნია წიგნის მოცემულობასაც თუ პატარა რომანებია და უფრო მეტიც და 6-7 და ძალიან მაგარია ესა და რა ვიცი მეგობრებო, გამოიყენეთ ეს საშუალება. იმიტომ რომ მე ადრეც ამაქვს ნათქვამი რომ როცა შენ უსმენ კითხულობ შენი ფიქრების მიმდინარეობის კონტროლის საშუალება გაქვს. თავისთავად ახლა აზრი გამოგაგდა ძალიან ძლიერი ხდები. აი ეს არის ტრაილერის როლის ერთ-ერთი ყველაზე დადებითი მოვლენა, რომელსაც მე აქეთ გაგიზიარეთ და ახეთ სული ნამდვილად არ არის. ეხლა მე კი ვამბობ რომ შეიძლება გავგიჟდე და გავაფრინო, მაგრამ დამიჯერეთ არ გაგიჟდებით, იმიტომ რომ ისეთი რაღაცაა, რომ აი ძალიან მაგრა იგრძნობ თავს ნებისმიერ ვარიანტში. მე ადრეც ამაქვს ნათქვამი რომ ციხეში ბევრი ადამიანი განათლილი რო მიდის, მე იქიდან ძალიან განათლებული გამოდის, იმიტომ ციხეში არის საშუალება, მე თქო აკადემიის სირბილის საშუალება რო არ გაქვს, მე სიხარ და კითხულობ და იგივეა ფაქტურად ეს ტრაილერს, მათ სიხეზე განხორციელებული აქ მაინც გამოხარ, მაგრამ ეს შენი 15-16 საათი რომ უნდა გაიარო, უკვე მიჯაჭვული ხარ და ამასაც ადვილადად გადაიტან და გადატანა უკვე სარგებელში გადადის. პარალელურად თუ ამ სიარულში რაღაცა საინტერესო გამოჩნდება, იმ მომენტსაც არ გავუშვებ. ნუ აი ესე მოგიყევით მეგობრებო, ჩემი ასე თქვა, ჩემი ტრაილერის ცხოვრების ელემენტი, რომელიც სასარგებლოდ გადმომაქვს, ალბათ თქვენს გამოიყენებთ ამ საშუალებებს. თქვენს
იმას გულისხმობ, ვინც ტრაილერზე აფერებს მუშაობას და არა მარტო ტრაილერზე, არამედ ზოგადად, აი ხა ადრე შეიძლება ფაბრიკაში ალბათ უარს გეტყვიან ამ ზაკეთებს. ნუ რაღაცა შეიძლება ყოველთვის მოიფიქრო, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს ეს ინტერნეტი და ეს ტექნიკა განვითარების საშუალებას გვაძლევს და რაც მთავარია, ეს ჩვენი მოქმედება და აქტიურობა უნდა გავიდეს შედეგზე. კარგი მეგობრებო, მე ჩემებურად აკეთეთ ეს ჩემი დღის გრაფიკი, ასე თუ ისე ასე თანა მოწმეები ხდები ჩემი ცხოვრების სტილის და მე თქვენთან ჩემთან ერთად აი ესე გავრო და აგიზიარეთ ჩემი ასე ვთქვათ სამუშაო გრაფიკი. დანარჩენი მომავალი გვაჩვენებს, მაგრამ იმედია ამ ორ თვეში საინტერესო რაღაცებს ნახავთ, არა და ბოლოს და ბოლოს აუზიარებთ აზრებს, ფიქრებს და ბოლოს და ბოლოს ჩვენი არხით რატომ არის რომ ერთმანეთის გვერდში დაუდგეთ, გავამხნევოთ ერთმანეთი და ვიყოთ მაგრები და ძლიერები. არა მეგობრებო. კარგი დაბა გემშვიდობებით. დავიწყოთ ჩვენი ორთვიანი ტურები. ყველას გისურვებთ ბედნიერება, სიხარულს და რაც მთავარია მოტივირებულები ვიყოთ და არაფერს არ შეგვეშინდეს. კარგად, მოვალ ვიდეოებამ